ჩემო კარგებო, ჩემ მშვენიერებო, დღეს ჩვენ განვიხილოთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხზე. ხო, ვისაუბროთ როგორც ურთიერთობა, ისე ვიცით ჩვენ, რომ ფინანსები და კარიერა, ანუ თქვენი თვითრეალიზება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? და დღეს აბა ვკითხოთ ჩვენ სამყაროს, საერთოდ ეხლა რა შესაძლებლობებს გვაძლევს ჩვენ სამყარო, ავიღოთ ერთი თვიდან 3 თვემდე აი ამ ფარგლებში, ვნახოთ რა შეიძლება ბლოკავს დაუშვათ და რა არ უშვებს თქვენთან ფინანსებს სიტყვაზე, ანუ ამ სიუხვეს, რა შეიძლება დაგეხმარებათ თქვენ იმაში, რომ თქვათ გაუმჯობესოთ. შეიძლება კარგადაც არის ყველაფერი, მაგრამ უფრო და უფრო კარგად გინდათ. ხო? ამიტომ ახლა გითხოთ როგორც ყოველთვის გამზადებული მაქვს, გითხოთ ახლა ჩვენ სამყაროს, რას გვეტყვის, რით გაგვახარებს, ხო? ჩავიფიქროთ ახლა. ეს შეიძლება კარიერას მე როცა ვამბობ, ეს შეიძლება საქმიანობა, ნებისმიერი თქვენი საქმიანობა, რომელიც თქვენ ახლა ხართ დაკავებული, ან შეიძლება გინდათ რომ იყოთ დაკავებული, ხო? ეგაც შეიძლება გითხრეს ჩვენ ტარო, თქვენ ჩაიფიქროთ უბრალოდ აი ეს თემა და განვიხილოთ. ნახოთ ეხლა ამ წუთში, ამჟამად რა არის ეხლა, როგორია თქვენი ფინანსური ან კარიერული მდგომარეობა, რა ენერგია არის ეხლა, რა ხდება თქვენთან ეხლა ფინანსებში და რა ხდება ეხლა თქვენს პროფესიაში, ხო? ან რითიც ხარ დაკავებული, ვკითხოთ ტაროს. ვნახოთ რა აკეთებს, აი ბლოკავს შეიძლება, თქვენს ზრდას, გინდა ფინანსებში, გინდა კარიერაში, ეს შეიძლება იყოს რაღაცა თქვენი ისეთი აი დადგენილებები თავში, რომელიც თქვათ ეხლა, ბლოკავს მაგას, შეიძლება რაღაცა შიშები, ან რაღაც, ვკითხოთ. რა უკვე დასრულდა ან მიდის თქვენი საქმიანობიდან. არის ზოგჯერ ესეთი მომენტი, რომელიც თქვათ ეხლა უნდა წავიდეს აუცილებლად, რომ რაღაცა პერიოდი დასრულდა და უნდა გადახვიდო, უნდა გაიზარდოთ. აი ვნახოთ ეხლა ჩვენ რა უკვე დასრულდა, რა უკვე უნდა გაუშვოთ იმისათვის, რომ შემოვიდეს ახალი რამე თქვენ ცხოვრებაში. რა შესაძლებლობებს თქვენთვის ამზადებს სამყარო, აი ზუსტად ამ პერიოდში, რა პერიოდში ჩვენ თქვით რამე შანსები, წინადადებები, შეიძლება ახალი მიმართულებები, ესეც განვიხილოთ. შემდეგ ვნახოთ ეხლა რა შეიძლება ან იდეა მოგივიდეს თქვენ ისეთი, რომელიც თქვენ მოგიტანთ აი ამ წარმატებად, გინდაც ფინანსებში, გინდაც კარიერაში, ანუ რაზე უნდა გააკეთოთ ჩვენ ფოკუსირება, სადაც არის თქვენი აი ეს ზრდის მომენტი, აი ეს. ნახოთ. და ეხლა ვნახოთ თქვენ აი რა დაგეხმარებათ, რომ თქვენ ამისი რეალიზებაც მოახდინოთ. რა უკვე უნდა გააკეთოთ ეხლა, რა ნაბიჯები უნდა გააკეთოთ უკვე ეხლა, იმისთვის რომ თქვენ გქონდეთ თვითრეალიზება, პირველი ნაბიჯები. ვნახოთ ეხლა რა პოტენციალი იქნება, რა მოგეცემათ, თუ თქვენ დაუშვათ ამას გაითვალისწინებთ ამ რჩევებს. აი ესეც ვნახოთ და საერთოდ ვნახოთ ეხლა როგორ გახდეთ, აი რჩევა ავიღოთ ტაროსგან, როგორ უნდა გახდეთ თქვენ ამ სიუხვის ნაკადში. ანუ შეიძლება რა პრაქტიკები გჭირდებათ, აი ესე ვნახოთ. დავიწყოთ ეხლა აქ კიდე ავიღე ერთი დასტა, რომ თუ რამე მაგას დამეხმაროს. და ეს აქეთ მინდა დავდა. ისე სხვათა შორის თქვენს როცა უსმენთ გაშლას, კარგია რომ გექნება თქვათ აი წყალი. წყალი უფრო გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტად რო ენერგია იმოძრაოს და უფრო კარგად ავითვისოთ რა, თქვათ. ის ინფორმაცია, რა ინფორმაციას ჩვენთან მოდის. ნახოთ ეხლა რა ხდება. ეხლა შემიძლია გითხრათ, ნახეთ რა ხდება. აქ მიდის ეხლა პროცესი,
ნახეთ, როცა ადამიანი არის დაკავებული რაღაც მიმდინარე თემებით, თავისი საქმიანობით არის დაკავებული, რაღაცას აკეთებთ, შეიძლება ყოველდღიურობა რაღაც, ხო? მე არ გამოვრიცხავ რა ადამიანი რაღაცას სწავლობს, შეიძლება ნახეთ აქ ძალიან ისე მიყვარს ეს დასტავ გიждები, ვეგეტაროთ. მithumetes როცა არის უშუალოდ აი საქმიანობაზე და ფინანსებზე რა. ანუ აქ ნახეთ გოგო ზის მაგიდასთან და კომპიუტერი უდგია წინ, რაღაცა რვეულები უდევს, ხო? ნუ ეს არის ორაკული, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა მაგას ახლა ვკითხულობთ. არა, მხოლოდ როგორც კლასიკა, რასაც აი აქ უნდა და ავტორს რო ეთქვა და ამიტომ აქედან გამომდინარე მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ თქვენ პრინციპში ეხლა აკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ თქვენი სიტუაცია გაუმჯობესდეს. ანუ ეს არის ხო გეუბნებით ყოველდღიური რაღაცა საქმიანობა, რაღაცას, ან ხო გეუბნებით ფიქრობთ, რა შემიძლია გავაკეთო კიდე რითი გავაუმჯობესო სიტუაცია, ხო? რა ვისწავლო კიდე? რა თქვათ ახლა აი შეიძლება თქვათ, ნუ თუ მუშაობთ კლიენტებთან, კიდე რა შემიძლია მოვიფიქრო, რამე ფორმები ისეთი, რომ თქვათ აი კიდე მოვიზიდო ჩემთან კლიენტები, ხო? ანუ შეიძლება даже ვეტყოდე რაც ეხება ფინანსებს, შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ აი კიდე რაღაცებს ითვლით დაუშვათ, ხო? აი ასე ჯობია, აი თქვათ განაწილება არ გამოვრიცხავ, აქ ახლა პენტაკლი არის, ნახეთ ნიშანი, შეიძლება თქვენ даже სწავლობთ რამეს, რომ თქვათ როგორ უნდა ვმართო მე, თქვათ პენტაკლი ფული რა პრინციპში იგია. ნუ აი როგორ არის ესეთ კარგად გრძნობთ თავს პრინციპში, აქ ახლა კი შეიძლება აი даже რამე პრაქტიკებსაც შეიძლება აკეთებდეთ რა, რომ ენერგია არის კარგი. ანუ თქვენ ხართ რაღაცაზე ჩაფიქრებული კიდე რა შემიძლია გავაკეთო. ზოგი შეიძლება აი დღეურებსაც წერს, თქვათ ახლა რო სადაც მადლიერებას, იმიტომ რომ მე 14 არკანი ეს მომენტი რო სადაც მე მადლიერი ვარ, მე მადლიერებას გამოვხატავ, ხო? ანუ ეს შეიძლება დაუშვოთ ვიღაცას აქვს, თქვათ ეს მადლიერების, თქვათ დღეული, სადაც წერს თავის მადლიერებას სამყაროს, სადმე იმისთვის რაც უკვე აქვს და რაც უნდა რომ გააკეთოს ადამიანმა, ხო? ნუ ცუდ ნამდვილად არ არის. ეს იგი ხართ ამ ენერგიაში რა, რაღაც ესეთი, აი როცა კარგად ვგრძნობ თავს რა. ვნახოთ ახლა მაშინ რა ბლოკავს თქვენს ზრდას და თქვენს სიუხვეს. აი რა შეიძლება ბლოკავდეს, რა შეიძლება ბლოკავდეს. ნახოთ, სულ მაღალი არკანები არის. აქ შეიძლება იყოს ნახეთ რა. შეიძლება თქვენ თვითონ ნახეთ даже როგორ ვეტყოდი, იცით? აქ ზოგი შეიძლება იყოს აყოლილი, აი დაუშვოთ სხვის აზრებს. შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ნახეთ გოგო არის, აქ თვალებზე აქ რაღაც ესე რაღაც რა ქვია მაგას ქართულად რა? პავიასკა რა, ეს ღმერთო ჩემო მომივარდება ხოლმე სიტყვები. ნუ თვალები რო აქ ახლა აქ რაღაცით ხა დამალული, ხო და გოგოები უკან დგანან და ერთი უკრავს ამას ხელს, მეორე აქეთ რაღაცას უყურებს. ანუ ესაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება აქ იყოს რაღაცა ესეთი სიტუაცია, როცა ან თქვენ თვითონ დაუშვათ ან გეშინიათ, ნახეთ, ზოგჯერ არის როგორი მომენტი, ნახეთ. აი მე თუ მექნება დაუშვათ ბევრი ფული და ჩემს ახლობლებს თუ დაუშვათ არ ექნება ამდენი, ნუ მაინც რაღაცნაირად ეხლა შეიძლება ვიგრძნო თავი ცოტა უხერხულად. ეხლა ეს ნახეთ, შეიძლება თქვენ ეხლა თქვათ, რომ ой, ნეტა მქონდეს და სულ არ დავეძებ ვინ რა სიტყვის. კი ბატონო, ეს ჩვენ მასე ვამბობთ, მაგრამ ახლა შეხედეთ, აი დაუშვათ თქვენ ხართ პიროვნება, რომელსაც უნდა გქონდეს ფული, უნდა გქონდეს კარგი კარიერა და მაგრამ აი თქვენ ყავთ მეგობრები შეიძლება ისეთი გარშემო, რომელიცაც არ აქვს ეს მიდრიკილება სიტყვაზე და რომელიც ახლა ცხოვრობს, ახლა როგორ ცხოვრობ, რაც გმაყოფილი ვარ, სულაც არ დავეძებ და ასე შემდეგ და ამიტომ მე რო უკვე თქვენს რაღაც ეს შეიძლება ქვეცნობიერადაც იმოქმედოს ადამიანზე, რომ ეხლა მე რო ვიყო კარგად, დაუშვათ მე აი რა ვქნა, ხო, შემწყვება ან რაღაცა, ნუ ეს
გვეცნობიერად შეიძლება იყოს. ან გეუბნებით, რომ მეგობრები არიან, ან შეიძლება ნათესავები, ან ვიღაცა ახლობელი გეუბნებიან, რომ თქვა დაუშვათ არითი არ ყოფნის, რაც გაკ, ან რად გინდა, აი ეგეთი რაღაცები რა, მოდით კიდე მაინც ახლა მე ავიღებ სხვა დასთასაც მაინტერესებს აქ, რომ რა არის უფრო, იმიტომ რომ აი შიში კიდე როგორი მომენტი არის, შეიძლება შიში, ნახეთ, როცა დაუშვათ შენ ახლა ნუ რატომ არის მომენტები, როცა მაგალითად ადამიანს შეიძლება აი აზროვნება კიდე, ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ადამიანს აი ეს შიშები ეს ვერ ატყობს შენ, მაგრამ ეს შიშები გაქვს. და ამ დროს ეს რატომ არის მაგალითები, როცა დაუშვათ აი აზროვნებაზე რამდენია დამოკიდებული, ხო? შეიძლება ადამიანი თქვათ, ნუ იყო კარგად, მე რაღაცა მოხდა, თქვათ დაკარგა თავისი ყველაფერი, მე ან вообще სხვა ქვეყანაში გადავიდა, სხვა ქალაქში ნუ რაღაცაზე და გავიდა პერიოდი ისევ ეს ადამიანი გახდა თქვათ ახლა მდიდარი თქვათ, ხო? ან დაიბრუნა ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაში იყო. შეიძლება ზოგი პირიქით ახლა თქვათ შენ ლოტერეაში მოიგო თქვათ რაღაცა დიდი თანხა და ისე უაზროდ დახარჯა ის რომ შეიძლება ისე ვალში აღმოჩნდა. რატო? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია შენი ტვინი როგორ არის საერთოდ გამზადებული იმისათვის რომ მიიღო ის რასაც შენ გაძლევენ, რასაც გაძლეს სამყარო, ხო? თუ არა ხარ შენ მზად, არიცი ფულის მართვა, იმიტომ რომ ზოგი არასწორად, აი მაგალითად რო უთხრა, აი ხა $1,000,000 რო გექნება რასაც, უიმე სახს ვიყიდე, მანქანას ვიყიდე, იმას ვიყიდე და ამ დროს არასწორია პირიქით ამ ახლა ფული რომ მიდის, კი შენ უნდა ახლა გაანაწილო ისე რომ სხვებსაც რა თქმა უნდა დაეხმარო, იმიტომ რომ დიდი ფული მოდის მაგისთვის რომ არა მხოლოდ შენ გქონდეს თქვათ ახლა იმათაც დაეხმარო, ვისაც თქვათ არა აქვს იმისი უნარი რომ მაგალითად ამდენი მოიპოვოს, მაგრამ აუცილებლად უნდა მისცი მიმართულება ამ ფულს რომ კიდე ფული გააკეთოს და მე უკვე იმ ფულით იყიდო ის რაც შენ გინდა. ნუ ეს მთელი ისეთი საინტერესო თემა არის უბრალოდ აი გეუბნებით რატომ არის ზოგჯერ როცა ადამიანს ახლა თქვათ უცბად მიიღო თქვათ მიმკვიდრეობით რამე და ისე ყველაფერი დაკარგა, იმიტომ რომ აი ეს შიშები, ეს ბლოკები, ეს ყველაფერი რო უზის ადამიანში აი ეს უშლის ხელს. აქ კიდე რა ბლოკები არის? აქ, ნუ აი ზუსტად ეს არის მომენტი, რომ ნახეთ რა ბლოკეში რა იყოს შეიძლება, რომ აი კი აქ არის ზუსტად ამაზეა ლაპარაკი, რომ შეიძლება ეხლა აი თქვენ რა ბლოკი და რა არ გაძლევს ზრდას, უბრალოდ ის რომ უნდა თქვენ თვითონ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში, მეორე კიდე ნახეთ ნულის არკანი რას ნიშნავს? როცა შენ იმ შენს ჩაფიქრებულს შეხედო მსუბუქად. აი არის ძალიან საინტერესო რაღაცეთი მომენტი, როცა შენ შეგიძლია დაუშვათ დაწერო ესეთი განცხადება თუ როგორ არის რა, ახლა ნუ სამყაროს მიწერო რომ აი სამყარო აი ბავშვური ხო, აი იმიტომ რომ ნულის არკანი ეს არის უფრო ბავშვური თემა რა. როცა შენ უნდა განულდე, ანუ ეს რას ნიშნავს? ანუ ნულის აი ბავშვური ენერგიაში, ბავშვს მაგალითად როცა რამე უნდა, მოდის და გეუბნება თქვა დედა, მამა, მე ეს მინდა. ეს მიყიდე, მორჩა, всё. ის ან ეს თქვა საჩუქარი მინდა, ან ეს საჭმელი მინდა, ან იქ წავიდეთ. ის არ კითხულობს იმას, თქვა გაქვს თუ არა გაქვს. ის უბრალოდ შენ გაძლევს თქვათ ახლა იმას გეგმას, ეს მინდა. всё. აი ესეთი რაღაცა წერილი, აი ითამაშეთ თუ გინდათ, ეგა თქვენ ძალიან მაგარი ტექნიკა, რომ თქვათ სამყაროს მიწერო წერილი და აი ამ თვეში ჩემი აი თქვათ ეს ზაკაზე ხო შეკვეთა არის ასეთი თქვათ ეს და ვიღებ მადლიერებით და ხელი მოაწეროთ, ნუ სინჯეთ რა, მხოლოდ უკვე უნდა დაწერო ისე როგორც თქვენ აი ნუ თითქოს უკვე მიიღეთ რა, აი ზაკაზე რომ მოდის, აი შეკვეთა რომ უკვე თქვენ კურიერს აი თქვენ როცა მაგალითად აი კაი თემა აქტუალური არის თემო ხო, ეხლა დაუშვით შედიხართ, თქვენ რო რაღაცას იქ უკვეთავთ, თქვენ ხო უკვე წარმოგიდგენიათ თავში რომ ეს უკვე თქვენ გაქვთ, ხო? იმიტომ რომ თქვენ რო ფულს უკვე გადაიხდით, თქვენ უკვე ელოდებით და უკვე მოდის მე იცით თქვენ უკვე დარწმუნებული ხართ რომ ეს უკვე მოგივათ თქვენ. აი ეგეთი პრაქტიკა რო გააკეთოთ, რომ ვითომ უკვე
თქვენ ზიხართ თქვათ, აი ეს იგივე სამყარო არის ეს თემო და თქვენ წერთ თქვათ, აი ეს ამდენი ღირს, ეს ამდენი და ანუ მჭირდება აი ასეთი რაღაცა. ნუ ეს საინტერესო თემაა, ეგაც თუ გინდათ დაწერეთ კომენტარებში და კიდე ცალკე ვიდეოს მაგაზე ჩაგიწერთ, იმიტომ რომ მართლა მუშაობს ეს მუშა ტექნიკები, რასაც გეუბნებით რა. ვნახოთ ახლა რა უკვე დასრულდა, ან მიდის თქვენი პროფესიონალური ცხოვრებიდან, ანუ რისთვის უნდა თქვენ უკვე გაანთავისუფლეთ ადგილი, რომ ახალი რამე შემოვიდეს, ხო? აქ ნახეთ რა. აქ უნდა წავიდეს ის შეიძლება აი ნახეთ თქვენ უკვე გადაიზარდეთ უკვე სხვანაირად გადაიზარდეთ იმას რაც თქვა დაუშვათ ახლა თქვენ გქონდათ რაც თქვენ სხვათა შორის შეიძლება გიყვარდათ ხო აქ არის ახალი უკვე უნდა შემოვიდეს, იმიტომ რომ ნახეთ აქ გოგო ზის და უყურებს სარკეში თავის, ანუ უკვე ვხედავ მე ჩემს თავს განახლებულს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება არის რაღაცა ისეთი, რაც თქვენ დაუშვათ ახლა ძალიან გიყვართ, ან გიყვარდათ, შეიძლება იყოს ადამიანები, ეს შეიძლება იყოს რაღაც თქვათ ახლა სამსახურიც, რომელიც შენ მოგწონს და გიყვარს, მაგრამ აქ რაღაცა ახალი უნდა შემოვიდეს, ახალი ენერგია უნდა შემოვიდეს. კი. იმიტომ რომ როგორ არის, იცით? ანუ უკვე პრინციპში გეუბნები, ახალი მოდის თქვენთან, მაგრამ თქვენ ახლა უბრალოდ უკვე უნდა უთხრათ, всё, მე უნდა მიიღოთ. უნდა მიიღოთ, იმიტომ რომ ეს უკვე უნდა გაუშვოთ სიყვარულით, რაც კი იყო. თქვენ თვითონ რა თქმა უნდა ახლა დაფიქრდეთ რა არის ახლა ისეთი, რომ ზოგჯერ არის, რომ თქვენ თვითონაც გრძნობს, რომ უნდა წავიდე, გადავიდე სხვა სამსახურში, ან უნდა დავტოვო ეს რაღაცა, ხო? გინდაც ახლა მიდგომა, იმიტომ რომ აქ როცა შენი დაუშვათ დაკავებული ადგილი თუ არის, თქვათ, ხო? რამე ახალი ვერ შემოვა. აი სიტყვაზე ყავთ კლიენტები, ხო? ერთი და იგივე კლიენტები კი კარგია, მაგრამ შეიძლება ახლა გააჩნია კიდე რა სფერო, მე არ ვიძახე, მაგალითად სილამაზის სფეროში შეიძლება იქაც შეიძლება სხვათა შორის გქონდეთ თქვენ ის მომენტი, რომ თქვათ ადამიანები წავლენ და თქვენ გჭირდებათ ახალი ადამიანი. სიტყვაზე შეიძლება თქვენ ახლა თქვათ მანიკიურის თქვათ სპეციალისტი ხარ და ისეთი თქვათ გააქვს უკვე ტექნიკა, რომელიც უკვე სიტყვაზე არ ღირს 10 ლარი, უნდა ღირდეს თქვათ 50 ლარი, მაგრამ ის 10 ლარიანი კლიენტი ვერ გადაგიხდის, ხო? და თქვენ რო გააძვირეთ თქვენი მომსახურება, შეიძლება უკვე ის კლიენტები წავლენ დაუშვათ და თქვენ ახლა, კი გიყვართ, კარგი შეხვედრებით გაქვთ, თქვათ ეს ადამიანები რომ მოდიან, მიჩვეულები ხართ უკვე, მაგრამ რო გააძვირეთ, თქვენ ახლა იფიქროთ, რომ მე ხო რო გავაძვირე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენ სიტყვაზე ისწავლეთ, ჩადეთ ფული მაგაში და უკვე გააძვირეთ. მაგრამ არ უნდა ინერვიულოთ, უნდა გაუშვათ და ახალი ადამიანები აუცილებლად შემოვლენ, ვინც არის გადამხდელი და ვისაც უშუალოდ ის უნდა, რაც თქვენ თქვა დაუშვათ, ისწავლეთ და გადაგიხდიან ძალიანაც ბედნიერი და კარგი წავა თქვენგან, გაიგეთ და უბრალოდ ამისი არ უნდა გეშინოდეთ, იმიტომ რომ დრო არის უკვე, რომ გაუშვათ ის და აუცილებლად შემოვლენ ახალი ადამიანები, ახალი კლიენტები, ვინ როგორ სადრა მუშაობს, ხო? ხო მიხვდეთ რა. იგივე არის ახლა, აქ შემიძლია მაგაზე ამ თემაზე ბევრი ვილაპარაკო, უბრალოდ თქვენ თვითონ ახლა თქვენს სიტუაციაზე ეს გადაიტანეთ რა. ნახოთ ახლა ჩვენ так, ანუ რა შესაძლებლობებს გიმზადებთ სამყარო ამ უახლოს, რა შესაძლებლობებს და კი, აქ რა შესაძლებლობებს ახალი, აი როგორც გითხარით რა. აქ შემოვა, ნახეთ, აი აქ გეუბნებიან ჩვენ რომ ის ვინს უკვე დიდი ხანია იყო, იმათ ნუელოდების შემოვა ახალი პენტაკლები, სუპენტაკლები მოდის და აი აქაც გვეუბნებიან რომ ნამდვილად თქვენ სამყარო გიმზადე ახალ შანსად, ახალი წინადადები, ახალი მიმართულებაც არის, აი სუპენტაკლები გამოდის სწორად ავერჩიეთ ჩვენ ახლა ის რა ქვია ჩვენი დასტებით. ანუ აქ კიდე რა დეს?
ხო, შეიძლება ნახეთ, შეიძლება თქვენ ჯერ არ იცით და ვაფშე ვერც ხედავთ მაგას, შეიძლება არც იცით და ვერ ხედავთ მაგ შესაძლებლობებს, მაგრამ აი იცით როგორ არის, აი ესეთი შესაძლებლობები მოვა, რომელიც თქვენ გამოგიყვანთ ძალიან რთული შეიძლება პერიოდი, ახალი კარები გაგეღებათ. აქ თითქოს როგორ არის, იცით, თქვენ შეიძლება ეხლა განიცდით და ნერვიულობ და ფიქრობთ, რომ რა ვიცი, აბა საიდან, მაგრამ აქ მოვა ის პერიოდი, რომ ესე იგი ისეთი კარები ახალი გაგეღება, რომ თქვენ თვითონაც გაგიკვირდებათ. შემიძლია გითხრათ, ხო, უბრალოდ მთავარია არ ენერვიულოთ, ნუ დაბლოკავთ თქვენი ნერვიულობით, რომ თქვა თუ დღეს არ ახართ ისე, როგორც თქვენ ახლა დაუშვათ, გინდათ რომ იყოთ, არ ენერვიულოთ. აქ თქვენი სირთულეები დამთავრდება და ძალიან კარგად უნდა იყოთ. ეს დაიმახსოვროთ, რა მთავარი რა უნდა გჯეროდეს ჩვენ, რომ ყველაფერი უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე არის დღეს. იმიტომ რომ რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, აი დღეს თქვენ ცხოვრობთ იმ ცხოვრებით, რაზეც თქვენ შევფიქრობდით, აი წინათ, ადრე თქვათ, ხო ხტებით რა? იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ანუ даже ფიქრი კი არა, ემოცია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რა ემოციას უშვებ შენ, იმიტომ რომ სამყაროს შეუძლია ჩვენი ვიბრაციები წაიკითხოს ჩვენ და აი ეს არის მნიშვნელოვანი ძალიან. ვნახოთ ახლა ჩვენ რა იდეა ან პროექტი შეიძლება მოგიტანოთ თქვენ ეს თქვათ წარმატება, რა იდეები. იცით რა არის? აქ სხვათა შორის რა იდეა აი ვიღაცისთვის პირდაპირი გაგებით შეიძლება იყოს, რომ თქვა დაუშვათ თქვენ შეგიძლიათ რომ ვიღაცა ასწავლოთ. აი მაგალითად ახალი პროექტები, ანუ თქვენ იცით როგორ უნდა უსმინოთ თქვენ სულს. სხვათა შორის, იმიტომ რომ 6-იანი მაინც თასების ეს არის, როცა მე უნდა გავაკეთო ის, რაც მე მსიამოვნებს. ანუ რაზე უნდა გააკეთო თქვენ ფოკუსირება, სად არის თქვენი ზრდა. იქ არის, სადაც უხარიათ თქვენ სულს. თქვენ აუცილებლად უნდა გააკეთოთ ის, რაც თქვენ ყველაზე ძალიან მოგწონთ, რაც თქვენ გაძლევთ იმას, რომ აი სადაც თქვენ რაც თქვენ იცით, საიდანაც თქვენ შეიძლება მიიღოთ ეს აღიარება, მიხვდით? სადაც თქვენ ახლა აქ გეუბნებით, ნუ ახლა პირდაპირი გაგებით, თუ თქვენ რამე ცოდნა გაქვთ, თქვენ უნდა გაასწრეთ ეს ცოდნა აუცილებლად და მანდ მოგივათ რაღაცა იდეები. და ძალიან ბევრი მადლიერი ადამიანის გეყოლებათ სხვათა შორის თქვენ რო იცოდეთ რა. კიდე აქ რა არის კიდე? კი, უნდა რაღაც რა შეცვალოს. ხო, აი გეუბნებით, რომ თქვენ მიდგომა შეცვალეთ, ნუ ისედაც ძალიან დიდი ცვლილება მოდის თქვენთან, რაღაცა ძალიან შეიცვლება. შეიძლება რაღაცა ახალს ისწავლეთ, ან შეიძლება, ნუ აქ ის პერიოდი, ხო გეუბნებით, რაღაცა ძალიან ძლიერი ინსაიტები მოგივათ თქვენ აქ სამუშაოზე რა. უბრალოდ მე ახლა არ დავიწყებ რაც, მაგრამ აქ შენ თუ გადაწყვეტილებას მიიღებ, რომ მე უნდა ვაკეთო ის, რაც მე მომწონს, რაც უხარია ჩემს სულს, რაც მე მსიამოვნებს, აი აქედან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ისე აქვია, ძალიან კმაყოფილი უნდა იყოთ, იმიტომ რომ რაღაცა ახალი შემოვა, იდეა, მართლა გვეუბნებიან, რომ იდეა შემოვა ძალიან სერიოზული, ისეთი, რომელიც მოგიტანს შენ სიამოვნებას და სიუხვესაც. უბრალოდ მთავარი ეს უნდა სიამოვნებდეს შენ. მიხვდით? აი ეს არის რა. რომ რა თქმა უნდა, მე უნდა ვაკეთო ისეთი საქმე, რომელიც მე მსიამოვნებს და რომელიც არის სხვებისთვის სასარგებლოდ. აი მხოლოდ ასეთი დადგენილებიდან მოდის თანხები, გაიგეთ რა ხდება? და შენ კმაყოფილი ხარ, რომ შენ აკეთებ იმას, რაც შენ გინდა და სამყარო შენ ამაზე გიხდის მადლიერებას. აი ეს არის და ინსაიტები მოგივათ აუცილებლად, ნუ ყველას თავისი ხა დაიჭიროთ. ახლა ჩვენ საჯარო გვაშლა გვაქვს, ხო? просто გეუბნები. ეხლა ვნახოთ ჩვენ რა დაგეხმარება ამის რეალიზებაში. ხო, დაუშვათ რა დაგეხმარებათ. რა დაგეხმარება და ახლა ნახეთ შეიძლება აქ დაუშვათ პირველ რიგში თქვენი გადაწყვეტილება. ანუ მე ახლა ნახეთ სურვილი შეიძლება შეიცვალოს. ნახეთ. არის როგორი მომენტი. მე მინდა რაღაცა გავაკეთო.
მაგრამ გავიდა დრო აღარ მინდა. მაგრამ თუ მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება და ვთქვი რომ არა, მე ეს უნდა გავაკეთო. აი მაშინ ყველაფერი იგაკეთე, ამიტომ რომ სურვილი და უკვე შენი გადაწყვეტილება ეს არის სხვადასხვა თემა, გაიგეთ? ანუ როცა უკვე ადამიანი, აი ეს შეიძლება შეეხოს ნებისმიერ თემას, გინდა გათხოვებას, გინდა სამსახურის შეცვლა, გინდა ბინის ყიდვას, გადასვლა სხვა ქვეყანაში. არის თუ რამე დღეს არ ხდება ის, რაც თქვენ გინდათ რომ მოხდეს და თქვენ შეიძლება თქვათ რომ აი მე ყველაფერს ვაკეთებ ამისათვის რომ ეს მოხდეს, მაგრამ არ გამომდეს, აქ არის ერთი საიდუმლო. რომ ეს იგი თუ არ ხდება, ეს იგი არის რაღაც ბლოკი ან შიში. შეიძლება მინდა გავხდე დედა, მაგრამ აი ყველაფერს ვაკეთებ, ეკოსაც ვაკეთებ, მკურნალობ, მაგრამ არა, რატო? შიში. იმიტომ რომ მე რო დედა გავხდები, ვიცი რომ თქვათ ეხლა მე სამსახურში ვერ წავალ. მე თქვათ უკვე ბევრი დრო მექნება დაკავებული უფრო თქვათ ჩემ შვილებზე, მე გავსუქდები, მე კიდე რაღაცა. ყველაფერი აქ არის. იგივე სამსახური, იგივე ფული, იგივე ნებისმიერი თემა. ყველაფერი ჩვენი აზრი და ფიქრები და ჩვენი ემოციები. ამიტომ აქ ჩვენ გვეუბნებიან რომ თქვენთვის არის ანუ ამ თვით რეალიზებაში, ანუ დაგჭირდებათ რა კიდევაც მხარდაჭერა აუცილებლად დაგჭირდებათ აქ ვიღაცების და ძალიან აი ეს შინაგანი თქვენი თვისებები რაც მიგითხარით რა რომ მე ეს მინდა მე ამას ვაკეთებ მე გადაწყვეტილება მივიღე და თუ დაუშვოთ რამე ბიზნესი გაქვს გუნდი ისეთი რომ თქვენ ერთმანეთზე აი ძალიან ისე ხართ რა ნახეთ აქ როგორ დგას გოგო და ბიჭი ხელი და ხელს აი ჩაკიდებული და ნახეთ ერთმანეთს ზურგს თქვათ იცავენ თავის პოზიციებს რა უნდა დაიცავო და რა უნდა გააკეთოთ ეხლა რა კონკრეტული ნაბიჯები უკვე ეხლა უნდა დაიწყოთ იცით როგორ არის აქ უკვე უნდა იზეიმოთ თქვენ ესე იგი თქვენი გამარჯვება ნახეთ არის კიდე მომენტი როცა ადამიანები ამბობენ რომ ნუ ეხლა მე ფული როცა მექნება მაშინ მე ამას გავაკეთებ. ნუ მე როცა თქვათ ეხლა ახალ სამსახური მექნება, მე ამას ვიზამ. არა, ეგრე არ მუშაობს. ეხლა ეს ყუთი მაგალითად ჯერ ვიღაცამ იფიქრა თავში ქონდა მაგას რაღაცა, თქვათ, იფიქრა რომ აი ესეთი ყუთი უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ სასიამოვნო იქნება, აი რა გავაკეთო, თქვათ რომ ტარო დაუშვოთ, ლამაზად შეინახო, შეიძლება აჩუქო ვინმეს თქვათ, ლამაზად დადგა. ანუ რამდენი ფუნქციონალი შეიძლება ადამიანი ფიქრობდა, მოვიდა ეს აზრი, მე უკვე იფიქრა როგორ შემიძლია ამის რეალიზება გავაკეთო და მე უკვე წამოვიდა ეს შესაძლებლობებიც, გაიგეთ? ეგრე არ იყო, რომ თქვათ ეხლა მაშინ არასოდეს არაფერი არ შეიქმნებოდა, თუ ჯერ ჩვენ დაუშვოთ ეხლა გვეფიქრა, რომ ანუ ჯერ აი რამდენიც გინდა ბიზნესაც იწყებენ, რომ არც ფული, არც არაფერი, აქ მთავარი უნდა გადავწყვიტო, გაიგეთ? აი ეს არის და ამიტომაც გვეუბნებიან, რომ პირველი თქვენი ნაბიჯები ის არის, რომ თქვენ აქ ანუ თქვათ, რომ მე შემიძლია, მე მჯერა, თუ დაუშვათ ეს ეხება ბიზნეს რამეს, თქვენი გუნდი აუცილებლად და კიდე ახლა აქ რა არის კიდე კი, უკვე უნდა დაიწყოთ, არ უნდა ელოდოთ თქვენ, რომ ვაიმე ვიღაცა რაღაცას, ანუ რაც მე ვთქვი, აღარ გავემეორებ, ეგ კარტიც იგივეს მეუბნება. უნდა აიღოთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა და რაღაცა უკვე უნდა დაიწყოთ ქმედება ის, რომელიც თქვენ უკვე მიგიყვანთ თქვენ გამარჯვებამდე. თავარი ეს არის რა. და ვნახოთ ეხლა რა პოტენციალი რა შედეგი შეიძლება იყოს. აი ეს შედეგი იქნება, რომ თქვენ ნამდვილად გექნებათ ყველაფერი, რაც თქვენ გინდათ. ანუ შენ რომ მაღაზიაში წახვალ და არ იფიქრებ იმას, ვაიმე, ფასებს რო არ უყურებ, მოდით აი ესეთ მაგალითს გეტყვით. აი ფასებს რო არ ვუყურებ, მე შევდივარ მაღაზიაში და ვყიდულობ იმას, რაც მე მინდა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მაგარი მანიფესტაცია, როცა შენ ეუბნები სამყაროს ყოველთვის რა კი არის იხარა ესე როგორც ეხა ღარიბი ნათესავებით რა ეს სამყაროს წინაშე და ეუბნები მე ყველაფრის კარგი ზღირსი ვარ აბსოლუტურად მე გახსნილი ვარ საერთოდ და სამყარო მადლობა
ვიღებ მადლიერებით ყველაფერს, რასაც შენ მე მაძლევ, ყველაფრისთვის, აი რაც დღეს გაქვს, უნდა იყო მადლიერი და ამას თუ გაითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, თქვენ ეგეთი სიტუაცია გექნება, რომ ოღონდ აი მართლა რომ რაც მე მინდა, ანუ შენ ეს ისე აი აქ უნდა დაუშვა, რომ ეს მე აი რაც არის შექმნილი დედამიწაზე, ეს ყველაფერი ჩემთვის არის შექმნილი. უბრალოდ, ну, როგორც სხვებისთვისაც, ხო? უბრალოდ ზოგი ამას იღებს, ზოგი არა. და მე აქ არ ვლაპარაკობ რაღაცა თქვათ ახლა არა კანონიერზე და რაღაც სისულელებზე. არა. ყველაფერი შეიძლება გქონდეს ადამიანს მთავარი რის უფლებას აძლევს ადამიანი თავის თავს. მიხვდეთ? აი ეს არის მნიშვნელოვანი და ну ნახოთ ახლა რა როგორ უნდა გახდეთ თქვენ სამყაროს აი სამყაროსთან როგორ უნდა გახდეთ თქვენ ჯერ პირველ რიგში ეს არის კანონი. ანუ როგორც მე გითხარი, ანუ გაცემა მოცემის. ანუ ეს ნახეთ როცა შენ აი პრაქტიკები როგორი შეიძლება იყოს რომ სტაბილურად იყოს. პირველ რიგში თქვენ უნდა გქონდეთ ხელშეკრულება სამყაროსთან. მე დავუშვოთ სიტყვაზე ცოდნა მაქვს, მე მზად ვარ რომ ჩემი ცოდნა შენ ну გავცემ იმას ვიც საჭირო არის, შენ გამომიგზავნე თქვათ ახლა ის ადამიანები, ვისაც ეს სჭირდება, იმიტომ რომ ფული რაც არის საერთოდ ეს არის მადლობა სამყაროსგან. რასაც შემოდის შენთან, ესე იგი ეს არის ზუსტად ის, რამდენსაც შენ ну ხარ საჭირო სამყაროსთვის, ხო? და ამიტომ არის და რასაც შენ გასცემ. რასაც შენ გასცემ სამყაროს, იმიტომ რომ ყველა ჩვენში, აი აბსოლუტურად ყველა ადამიანში დევს უდიდესი პოტენციალი, უდიდესი ნიჭი, უბრალოდ აქ არის ადამიანზე დამოკიდებული, რამდენად გაავითარებს მაგას და რამდენად ჩათვლის საჭიროდ, რომ მე მინდა რომ ვიყო საჭირო ამ ადამიანების. ნუ ეს ასე არის აწყობილი ეს სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. და როცა შენ იცი ეს კანონები სამყაროს და როცა შენ ნამდვილად აი ხელშეკრულება გაქვს, თქვათ, ну აქ ისე რომ თქვათ, ახლა სამყაროსთან რომ მე მზად ვარ, რომ შენ რაც თქვი, რაც მე შემიძლია, თქვათ, აი ხარისხიანად დავალაგო სახლის სიტყვაზე, ხო? ანუ იმაზე უფრო კარგად ვიდრე ვაკეთებ ხოლმე. ამას რა თქმა უნდა დაინახავს ახლა დიასახლისი, ვისთანაც ამას აკეთებ და შეიძლება დაგიმატოს კიდე თქვათ ერთი თქვათ, ну ზედმეტი. შეიძლება თუ უვლით ახლა ვინს უვლის ახლა თქვათ საზღვარგარეთ ბებიებს და ასე შემდეგ, უფრო მეტად თქვათ ყურადღებას მივახცევ, იმას დაინახა მისი შვილები და უფრო მადლიერებით გადამიხდიან. თუ ხარ სამსახურში სადღაც, ანუ ყოველთვის უნდა გააკეთო იმაზე უფრო მეტი, როცა თუ გინდა რომ სამყარომ დაინახოს, შეიძლება ითქვას, ოჰ, რასაც არ ვაკეთებ, ის ჩემი უფროსი ვერ ხედავს. თუ შენ ამას ამბობ, ამას მე ვაკეთებ და ავერავინ ვერ ხედავს, მასეც არის. იცი, აი სწორედ უნდა იფიქრო და ეს რა თქმა უნდა წამოვა თქვენსკენ ეს სიუხვე, ჩემო ლამაზებო, რასაც მე თქვენს ყველას გისურვებთ.